სალამი ხალხო, მორიგი ვიდეოთი გიახელით, არ გავაჭიანურებ და გეტყვით, რომ დღესაც სამი თემა გვექნება განსახილველი. დღევანდელი ჩვენი სამი თემიდან ყველა უკავშირდება YouTube-ს. პირველი თემა იქნება YouTube-ი თვითონ, მეორე თემა იქნება YouTuber-ები, კონკრეტულად ქართველი YouTuber-ები და მესამე თემა იქნება ჩემი საყვარელი YouTuber-ები, ვინ არიან, სად არიან, როგორ არიან და როგორ მოღვაწეობენ. ბევრი რომ არ გავატრაკოთ YouTube-ი ჩვენ ქვეყანაში, როდის გამოჩნდა და არ მახსოვს ბავშვი ვიყავი. თუმცა მე მახსოვს ჩემი პირველი YouTube-ის ვიდეო, როდის ავტვირთეს დაახლოებით 2014 წელს თუ 2013 წელს იყო. ედიტებს ვაკეთებდი ხოლმე იმაზე, რა ქვია, Sony Vegas-ში, ვინც ცოტა ასაკით მაღლა დგახართ. იმათ გემახსოვრებათ Sony Vegas-ი რა. მაშინ არ იყო ხოლმე პრემიერი, Adobe-s აპლიკაციები, იყო, მაგრამ ძირითადად Sony Vegas-ში ედიტებდნენ ხოლმე მაგარ ვიდეოებს და იქ იყო ხოლმე 1.6-ის და იმის რა ქვია Counter Strike-ის ვიდეოები. მოკლედ დაახლოებით ამ წლებში გამოვჩნდი მე YouTube-ზე. გამოვჩნდი რა შევიტყვე YouTube-ის შესახებ და მივხვდი რომ YouTube-ზე მარტო მუსიკების მოსმენა არ შეიძლება, თურმე სხვა რაღაცებისთვისაც გამოიყენება და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი შედეგით, რომ რაღაცეებს ვდებდი ხოლმე. ოღონდ ეს არა იმიტომ რომ ვიდეოს ნახვები დაეგროვებინა, უბრალოდ მიხარო და მე თვითონ რომ YouTube-ზე რაღაცა ვიდეოებს ვდებდი. ხოლო რაც შეეხება თვითონ YouTube-ს თემად YouTube გახდა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოციალური ქსელიც არ შეიძლება ითქვას, ეს არის პლატფორმა უკვე. წარმოიდგინეთ, რომ სოფლიოში არსებობდეს ერთი დიდი ტელევიზია. ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ მინდა რომ კარგად გაიაზროთ. სოფლიოში არსებობდეს ერთი დიდი ტელევიზია, რომელ ტელევიზიასაც ყველანაირი open source აქვს ყველაფერზე, რაც გინდა ქენი, რაც გინდა დადენ, თავარია რომ ტიტველი და პორნოგრაფიული ვიდეოები არ გადაიღო და YouTube-ზე არ ატვირთო, თუმცა მაინც ახერხებენ ხოლმე ეს რა ქვია Instagram-ზეც და YouTube-ზეც გოგონები და თუნდაც ბიჭები ისეთნაირად შეფუთონ თავიანთი ვიდეო, რომ პორნოგრაფიული სახე კონდეს, მაგრამ ალგორითმმა არ ამოიცნოს და რეპორტების მიერ არ მოხდეს ამ ვიდეოების წაშლა. რა შესაძლებლობა გვაქვს YouTube-ზე, ხა მანდედა რომ გავყვეთ. YouTube-ზე შეგვიძლია ავტვირთოთ ვიდეო, ვნახოთ ამ ვიდეოს ანალიტიკა, ვინ უყურა, საიდან უყურა, როდის უყურა, რამდენი ხანი უყურა, რამდენი ხანი გაჩერდა, როდის აუწია ხმას, როდის ჩაუწია, ვინ იყო, სად იყო, რა იყო, ანუ ყველაფერი შეგვიძლია ვნახოთ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს შემდეგ, რა ვინც ვერ ერკვევით მაგაში, შეგიძლიათ რომ კარგი ანალიტიკა გააკეთოთ, ანუ საერთოდ აღაჭირდება მაგას ცალკე ანალიტიკოსი და თალკე მარკეტინგი, როცა YouTube-ზე ვიდეოს ტვირთავთ იმდენად კარგად და პროფესიონალურად არის უკვე YouTube სტუდიო გაკეთებული და მოწყობილი. ძალიან დიდი პლუსი აქვს YouTube-ს, რომ YouTube-ზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დადოს ვიდეო. არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენი წლის იქნება, რამ ხელა იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დადოს YouTube-ზე ვიდეო და YouTube-ზე დადებული ვიდეოებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ ბავშვური კონტენტი, kids for kids, ასე აწერია ხოლმე და არის adult კონტენტი, როცა უკვე 18+ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, მაინც ინტერნეტში ჩვენ შეგვიძლია მოვიტყუოთ ჩვენი ასაკი და videos for adults ვნახოთ როგორც პატარა ბავშვებმა. მე აღარა ვარ პატარა ბავშვი, გავიზარდე, მაგრამ როგორც პატარა ბავშვმა შემიძლია ისე უყურო დიდებისთვის განკუთვნილ ვიდეოს. რა მაგრამ მოვიფიქრე. ზოგადად ინტერნეტმა იმდენი მოახერხა და თვითონ YouTube-მაც, რომ ნებისმიერი სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მე არ გულისხმობ იმას, რა ქვია, ჩარჩინელ კორეას და ეგეთ რაღაცებს. შეგიძლია რომ ნებისმიერი კონტენტი ნახო YouTube-ზე, რაც კი იდება მილიონობით და მილიარდობით კონტენტი და შენ შეგიძლია რომ ნებისმიერ ადამიანს უყურო და რაც ყველაზე მაგარია, ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შანსი, რომ გახდეს ცნობილი, გახდეს წარმატებული YouTube-ის კუთხით რა. ჩვენ ქვეყანაში როცა YouTube-ი შემოვიდა, ძირცველი YouTuber-ები ვინებიც არიან, მე მაგ ყველაფერსაც ჩამოვთვლი, მაშინ დაიწყო ესე ვთქვათ აღმავლობის ერა რა. ძირითადად YouTube-ი ჩვენ ქვეყანაში გამოიყენებოდა ხოლმე 2014-2015 წლებში მუსიკის მოსაძებნად და მუსიკის მოსასმენად. ანუ როგორც დღეს Spotify არის, სადაც მუსიკას უსმენთ და მხოლოდ მუსიკის მოსმენა შეგვიძლია, რა თქმა უნდა პოდკასტების მოსმენა შეგვიძლია, მაგრამ მუსიკის მოსმენა შეგვიძლია. დაახლოებით მაგ დატვირთვის იყო 2014 წლებში და მაგ პერიოდში 2016-17 წელში გამოჩნდნენ YouTuber-ები, რომლებმაც დაიწყეს ესე ვთქვათ მოღვაწეობა. შექმნეს თავიანთი YouTube არხები, ზოგი ადამიანი Facebook კონტენტიდან გადავიდა YouTube არხზე, მაგალითად როგორც იყო საწყალი, არ მოკვდეს თორე მე დამბრალდება. მაგალითად ჰიტა, რომელიც Facebook ვიდეოებიდან გადავიდა YouTube-ზე და YouTube-ზე მაშინ მოიკიდა ფეხი და კიდევ რამოდენიმე ბევრი ადამიანი იყო, სხვათაშორის ბევრი არ იყო, მაგრამ არც ისე ცოტა არ იყვნენ, იყო რამოდენიმე YouTuber-ი, უბრალოდ Facebook-ერი, რომელიც YouTuber-ობაზე გადავიდა და
თუნდაც სტრიმერები აქედან აკება ავიღოთ, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაიწყო PUBG-ს გასტრიმვა Facebook-ზე და როცა დაამბუყა რომ მაყურებელი ყავდა, მე გადავიდა უკვე YouTube-ზე. ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის და მე როგორც ვიცი და როგორც მსმენია დაახლოებით ესეა და ესე ძალიან ბევრმა გააკეთა. ეხლა რაც შეეხება YouTuber-ებს, საქართველოში ყავს ძალიან კარგი YouTuber-ები, ძალიან მომწონს მე საქართველოს YouTuber-ები, არსებობენ გამონაკლისები, რომელთა კონტენტიც მაგრამ ეყლება, მაგრამ ეკრინჯება და არ ვიცი საზღვრად მიმაჩნია. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, overall ყავს ისეთი კარგი YouTuber-ები, რომლებიც ძალიან მაგარ და საინტერესო კონტენტს აკეთებენ. შეგვიძლია კონკრეტულად ვილაპარაკოთ ესეთ YouTuber-ებზე. ავიღოთ ჰიტა. რაც არის ნამდვილი YouTuber-ი. ჩემთვის ნამდვილი YouTuber-ი არის ეს, რომ კომპიუტერთან ზის კამერა აქვს ჩართული და რაღაცებს იღებს და თამაშობს და არ ვიცი, რაღაცებს იღებს. ეგ არის ნამდვილი YouTuber-ი ჩემთვის. თორე YouTube-ზე გადაცემების კეთება, ეს ვიდეოც არ არის YouTuber-ული. ეს უბრალოდ რაღაცა გადაცემაა, რომელიც YouTube-ზე იდება. ნამდვილი YouTuber-ი არის მაგალითად Nika TMG, რომელსაც gaming კონტენტი აქვს და ნამდვილი YouTuber-ად ვთვლი მაგ ადამიანს. ნამდვილი YouTuber-ი არის ჰიტა, წეღან როგორც ვახსენე. ნამდვილი YouTuber-ი არის მილოვა, რომელიც კომპიუტერთან იჯდა და კონტენტს აკეთებდა და იყო ზიპერაც კიდევ, აქედან მოკითხვა ბათუმელებს. იყო ზიპერაც, რომელიც ეგეთ ვიდეოებს იღებდა კომპიუტერთან იჯდა და ესე იღებდა ვიდეოებს და მე როცა განვითარდა ყველაფერი ესე ვთქვათ და ხალხმა დაამუყამა რომ უბრალოდ Hungry Man-მა და დაახლოებით ეგეთმა Hungry Man-ისნაირმა კონტენტმა, გადაცემისნაირმა კონტენტმა წამოიღო უკვე ის შესაძლებლობები, როგორიც არის უკვე მე გადაცემები, როგორიც აქვს მაგალითად ლაშა გელაშვილს, სხვადასხვა სახის გადაცემები, მაგალითად როგორიც არის YouTube Mafia, როგორი კონტენტიც აქვს Hungry Man-ებს, მაგალითად როგორი კონტენტიც ქონდა და აქვს საეჭვო კაცს, მაგალითად როგორიც არის უკვე პოდკასტები. ანუ ხვდებით ალბათ რომ YouTube-ი ნებისმიერი განხრით განვითარდა, რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს თავში, ყველაფერი შეგიძლია რომ YouTube-ზე განახორციელოთ. ამ ყველაფრისთვის რესურსები არის საჭირო, თუმცა მაგის მიუხედავად ყველაფერი შეიძლება განახორციელო. YouTuber-ობა აღარ იყო ფენომენი ისეთი, როგორიც ვთქვი თავიდან, როგორც იყო ჰიტა, მაგალითად როგორც იყო Nika TMG, რომ კომპიუტერთან იჯდა ადამიანი, კამერა ჰქონდა ჩართული, იქ რაღაცებს ლაპარაკობდა, რაღაც ვიდეოებს იღებდა, ან მაგალითად, რა ვიცი, თამაშობდა, gaming კონტენტი ჰქონდა. მეც ესე დავიწყე. მოკლე ბიოგრაფია რო ვთქვა ჩემი, ძალიან მიყვარდა ბავშვობაში თამაშები. გეიმინგი მიყვარდა, და კატასტროფა გიჩდებოდი. დღემდე ეგრე ვარ და ყოველთვის მიყვარდა, რომ მე როცა ვთამაშობდი, ვინმე მიყურებდა რა და ამის ყველაზე კარგი საშუალება იყო ის ხოლმე, რომ თამაშის დროს 1.6 იყო მაშინ Counter Strike, Dota, თამაშის დროს გადაგეღო, მე Counter Strike Global Offensive-იც გამოვიდა, თამაშის დროს გადაგეღო ეს ვიდეოები, დაგემონტაჟებინა და აგიტვირთა რა. მე ისეთ მაგარ მონტაჟებს ვნახულობდი ხოლმე იმაზე, რა ქვია, YouTube-ზე. რომ მეთქი მეც მინდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე როცა წამოვიზარდე ასე თქვა ინტერესი გამიქრა ამ ყველაფრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მონტაჟშიც, გადაღებაშიც და რეკორდებაშიც და იქ რაღაცა 3D ეფექტები და ინტროების და რაღაცების ეს გამოცდილება მქონდა 8-13 წლის ბავშვს. მე ვიძახი ამ ყველაფერს 2012 წელს. ამ ყველაფრის მერე პანდემია დადგა, პანდემიაში ვინც ესე ვთქვათ, PUBG-დან მიცნობთ, კარგად იცით ვინ ვარ, რას ვთამაშობდი, სად ვთამაშობდი, როგორ ვთამაშობდი და რა კონტენტს ვდებდი ხოლმე PUBG-ში, მაგის განხილვა არ მჭირდება. აი მაშინ გადავწყვიტე, რომ მე მჭირდებოდა კომპიუტერი, რომლითაც გავსტრიმავდი, დავდგებოდი და გადავიღებდი ვიდეოებს და ეგ დროც დამიდგა, თუმცა ჩემი შეცდომა იყო ის, რომ მე full time არ დავუთმე იმაზე მეტი დრო ვიდრე ჭირდებოდა ამ ყველაფერს და შესაბამისად მაგ ყველაფერმა მომიყვანა იქამდე, სადამდეც მომიყვანა, თან მე უკვე ვიყავი საკმაოდ, ესე ვთქვათ, დიდი, რომ მე ყველა დიდი რა, ანუ დიდი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ full time YouTube მემუშავა და გადამეღო ვიდეოები იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ფული არ მქონდა. ხო და თუ ფული არ აქვს და YouTube-ს აკეთებ, თავიდან ფულს ვერ დაგიწერს YouTube-ი, შესაბამისად ვიყავი გაჭედილი, რომ ან YouTube-ზე უნდა ყოფილიყავი ცოტა ხანი უფულოდ, ან კიდე ფული უნდა მეშოვა და YouTube-ისთვის დამანებებინა თავი და როგორც მიხვდით, რომ მეორე ვარიანტი ვარჩიე და YouTube-ს თავი დავანებე საერთოდ. იმ წვალებას და ჯახირს, რასაც მე ვაკეთებდი და გადავედი უკვე ფულის შოუნაზე. საბოლოო ჯამში კი ხედავთ სად ვარ, რას ვაკეთებ. ვისაც კონკრეტულად დაინტერესებს მე რას ვაკეთებ და რითი ვარ დაკავებული ცხოვრებაში შეუძლია რომ დააკომენტაროს და ამასთან გახსენებაზე გამოიწერეთ არხი და ვიდეო დალაიქეთ. იმიტომ რომ ბევრი წვალება არ ჭირდება მაგ ყველაფერს და მე რას ვაკეთებ, ბევრი წვალება ჭირდება, ხალხო დამიჭერეთ. YouTuber-ებს რაც შეეხებათ კიდევ რო დავუბრუნდეთ უკვე YouTuber-ებს, ყველაზე კარგი YouTuber-ები არიან ჩემი აზრით So, რომელიც მოგზაურობს და
travel content-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ძალიან მაგარია კაკოიე, რომელიც ესე ვთქვათ, ექსტრემალურ travel content-შიც ძალიან მაგარია. ანუ განსხვავებული ნახეთ, განსხვავებული კონტენტები აქვს. და ძალიან მაგარია კიდე ის, რა ქვია, Geeksona Gigi on the road აწერია. travel content-ში დაახლოებით აი ეს 3 ადამიანი მყავს top სამეულში travel content-ში. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ნუ საეჭვს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ საეჭვი ყველა მიცის, რომ უკვე iconic ტიპი არის YouTube-ზე და მაგისი კონტენტი რაც არ უნდა გადაიღოს, მაინც ყურებადი და მოსაწონი არის, რაც ანუ არ აქვს მნიშვნელობა, პოდკასტი იქნება ეს თუ ჭამის ვიდეოები იქნება თუ რაღაც ჩელენჯები იქნება. ძალიან კარგი იუთუბერები არიან, ოქტოპუსები, ძალიან კარგად იციან როგორი კომუნიკაციონ ხალხთან და ესე ვთქვათ, როგორი იყვნენ იუთუბერები, იმიტომ რომ იუთუბერად ყოფნა პირველ რიგში გავალდებულებს, რომ პირდაპირ კომუნიკაციაზე იყოს შენ გამომწერებთან. ვინ არიან ჩემი საყვარელი იუთუბერები? ანუ ნახეთ, მე არ ვარ იმას აქში. უკვე არც ისეთი ბუნება განწყობა მაქვს რა, რომ ეს საყვარელი იუთუბერი, საყვარელი მსახიობი და ეგეთი რაღაცები მქონდეს. ანუ არ მყავს რა, ერთადერთი მუსიკაში არის, ჩემი საყვარელი არტისტი არის Eminem-ი, მაგრამ ესე ვთქვათ, ჩემი საყვარელი იუთუბერი იქნებოდნენ ალბათ ისინი, ვინც ჩამოთვალე, იმიტომ რომ ძალიან კარგ კონტენტს აკეთებდნენ, ძალიან ხარისხიანს და საინტერესოს აკეთებენ ამავდროულად, რაც მინდა რომ თქვა რა, ზოგადად მოგზაურობა ძალიან მევასება, ძალიან მიზიდავს ახალი რაღაცების ნახვა და travel content-ი არის ერთ-ერთი top content-ი ქართველი იუთუბერებისგან, რომელიც მე ძალიან მომწონს. აქვე დავძენ, რომ მინდა რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო ხალხო, მინდა რომ დამიფასდეს შრომა, დამიფასდეს ის ხარისხი, რასაც მე ვდებ და დამიჯერეთ ყველა ადამიანი, ვინც ნახა ჩემი YouTube ხარისხის მიმართ. ყველას ძალიან მაგარი ფიდბექი ქონდა. კონკრეტულად ამ კონტენტებს და ზოგადად რა ვიდეოებიც კი დამიდია YouTube-ზე, თუნდაც სტრიმები და თუნდაც გეიმინგი, ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ძალიან მაგარი ხარისხია. თუმცა სამწუხაროდ YouTube-ზე ხარისხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამის გამო ხალხმა გიყუროთ და დალაიქეთ. მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.